ფონდის სოხუმის საქმიანობაში პარასპეციალისტების საქმიანობის დანერგვამ და სოციალური მუშაობის გაძლიერებამ ბევრი ქალის ცხოვრება პოზიტიურად შეცვალა. ოჯახში ძალადობა, სოციალური სირთულეები და ემოციური კრიზისები. ეს ის პრობლემებია, რომელთა წინაშეც ქალები ხშირად მარტო რჩებიან. სწორედ ამიტომ ფონდმა სოხუმმა რამდენიმე თვეა დაიწყო ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური ქალების გაერთიანება და მათი გადამზადება პარასპეციალისტებად. ისინი პროფესიონალი ფსიქოლოგები ან სოციალური მუშაკები არ არიან, თუმცა საკუთარ თემში პირველი რგოლი არიან მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. უკვე 10 მუნიციპალიტეტში მათ 800-მდე ქალს გაუწიეს დახმარება. ფონდის სოხუმის საქმიანობაში ზოგადად დაარსებიდან დღემდე მთავარი ფოკუსი თავარი ვექტორი ქალისკენ არის მიმართული, ქალის მხარდაჭერა, ქალის გაძლიერება. გარდა ამისა, ჩვენ საქმიანობაში პარალელურად ვაკეთდება კვლევები ყოველწლიურად, მაგალითად, რა საჭიროებებია ქალებს ძალადობის პრევენციის მიმართულებით და ზოგადად მცხოვრებთა დახმარების, მათი გაძლიერების კუთხით კიდევ რა მექანიზმების დანერგვა არის საჭირო. პირველი ის, რომ გაიზარდა რისკის ჯგუფის მქონე ქალებს ვეძახით ჩვენ, სადაც სოციალური ფონი მაღალია, აქ უკვე კონფლიქტების განვითარების რისკია მაღალი. კონფლიქტების განვითარება ძალიან ახლოს არის ძალადობის პრობლემასთან და თუ კი პრევენციული ჩარევები არ მოხდა, ასეთი ოჯახები ხვალ უკვე როგორც მსხვერპლი ისე მოგვევლინებიან და ამიტომ ადრეული პრევენცია, ადრეული ჩარევა ყოველთვის იძლევა შედეგს და ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. გარდა იმისა, რომ ინფორმირებას ახდენენ ამ ქალებისას, პარასპეციალისტები კონსულტირებას ეწევიან და შემდეგ მიზნობრივ გადამისამართებას გადაპერიოდულად გადამისამართების შემდგომ მონიტორინგს და დაკვირვებას აკეთებენ, როგორ შეიცვალა, იმიტომ რომ ქალი ყოველთვის ბოლომდე არ მიდის ძალიან ხშირ შემთხვევაში იწყებს საქმეს, მერე რაღაცა პერიოდში ჩერდება, მას სჭირდება ყოველთვის მხარდაჭერა, გაძლიერება და პარასპეციალისტი ზუსტად არის მათ გვერდით ბოლომდე. ოჯახში ძალადობა დაუშვებელია. ამას რეაგირება უნდა მოხდეს. ხონში უკვე რამდენიმე თვეა პარასპეციალისტად მუშაობს თამარ ლობჟანიძე. მისი საქმიანობის მთავარი მისიაა ქალების ყოველდღიური პრობლემების მოსმენა, მათთან გულწრფელი დიალოგის გაბმა და კონკრეტული ნაბიჯებით დახმარება. თამარი იხსენებს, რომ ხშირად მასთან მისული ქალები საკუთარ თავს მარტოდ გრძნობენ და ელიან ადამიანს, რომელიც მათ მოისმენს, გაუგებს და საჭირო დროს გვერდში დაუდგება. ჩვენი მუშაობის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ის ქალბატონები, რომლებიც არიან ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები. ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, მიწევს სხვადასხვა კატეგორიის ქალბატონებთან შეხვედრა და ძირითადად რაც წარმოჩნდა აი ამ შეხვედრებიდან გამომდინარე არის ის, რომ ქალბატონებს აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა. მე ვახდენ მათი პრობლემების იდენტიფიცირებას, შემდეგ ვუწევ მათ კონსულტაციას და საბოლოო ჯამში უკვე ვაძლევ მიმართულებას, სწორ მიმართულებას შესაბამის ინსტანციებში. მე მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მრავალშვილიან დედას ყოფილმა მეუღლემ ჩამოართვა სოციალური დახმარება და დატოვა ოჯახი, ესე ვთქვათ, შემოსავლის წყაროს გარეშე. შემდეგ მე ამ გოგონას დავეხმარე ინსტანციურად, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა დაეწყო ამ პრობლემის მოგვარება და საბედნიეროდ დღეს მივიღეთ ის შედეგი, როგორც გვინდოდა რომ დასრულებულიყო. ფონდის სოხუმის მიერ გადამზადებული პარასპეციალისტია თერჯოლაში მცხოვრები მერი კუპატაძეც. მისი თქმით, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გაზარდა რისკის ჯგუფების ოჯახების დროული იდენტიფიცირების პროცესი. ეს კი პარასპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას ადრეულ ეტაპზე ჩაერთონ და ოჯახში კონფლიქტისა თუ ძალადობის შემთხვევები პრევენციულად აღკვეთონ. ჩვენ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა ოჯახური შევიწროებების, როდესაც ქალები ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას და სწორედ ამ დროს ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ, დავეხმაროთ მსგავს პრობლემებში, მოვახდინოთ მისი თავის რეალიზება, შევასწავლოთ სხვადასხვა საქმიანობები და დავეხმაროთ გავუმკლავდეს სხვადასხვა პრობლემებს. პრობლემის აღმოჩენისთანავე ჩვენ ვართ მათ გვერდით და პრობლემის მოგვარების ბოლომდე მივყვებით. ხშირ შემთხვევაში მათთან ვაგრძელებთ მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ფონდის სოხუმის მხარდაჭერით. პარასპეციალისტის როლში თანაქალაქელებს აქტიურად ხვდება ქუთაისში მცხოვრები ნათია ჯინჯოლია. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ გადამზადებული პარასპეციალისტის მთავარი ამოცანაა ქალების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, პრობლემის აღმოჩენა და მათზე დროული რეაგირება. ხშირი მიმართვენება არის განქორწინებაზე, ალიმენტზე, ფიზიკურ ძალადობაზე და აი ფსიქოლოგიურ ძალადობის მსხვერპლი რო არიან. თავაზობთ სერვის ფონდის სოხუმის მიერ, რომელიც არის არებეტიცე ცენტრი, ფსიქოლოგის დახმარება, იურისტის დახმარება და ასე შემდეგ. ქუთაისში ქალები ხშირად არიან როგორც ფიზიკური, ასე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, სენაკში, ხობში, ქუთაისში, ვანში, წყალტუბოში, თერჯოლაში, ხონში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში ხორციელდება. თემში მცხოვრები ქალების ძალისხმევით იქმნება ძლიერი ქსელი, რომელიც ქალებისთვის დაცულობისა და თანადგომის სივრცეთ იქცევა. პარასპეციალისტები ყოველთვიურად ათეულობით ქალს ხვდებიან. აცნობენ მათ სახელმწიფო, მუნიციპალურ და არასამთავრობო სერვისებს. აიდენტიფიცირებენ ძალადობის შემთხვევებსა და სხვა სოციალურ პრობლემებს და ქალებს საჭირო დახმარების სერვისებზე ამისამართებენ. მათი ჩართულობით ასობით ქალმა მიიღო სოციალური, იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურად გააუმჯობესონ საკუთარი და ოჯახის მდგომარეობა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა ლიდერებმა საკუთარ თავზე აიღონ თემის მხარდაჭერა.